მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეების მიმოხილვით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ კვლავ ჩვენთვის მნიშვნელოვან სტუმართან ერთად, თუმცა ტრადიციულად ვიდრე სტუმარს არ მოგიდგენთ, მანამდე გავაკეთოთ ჩვენი ერთ-ერთი თემის მიმოხილვა, საკითხი შეეხება საქართველოში არსებულ ხელფასებს, შრომის ანაზღაურების ნაწილს და ამ მიმართულებით ჩვენ ნახეთ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მხრიდან ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემები, თუმცა მანამდე ვიდრე მონაცემებზე ვიტყვით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანაზღაურებაზე, შემოსავლებზე, ცხადია, გვაინტერესებს წყარო ხომ რა ქმნის ამ შემოსავლებს და პირიქით, როდესაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ყოველთვის გვეკითხებიან, რომ რა არის შედეგი ეკონომიკური ზრდის. მოგეხსენებათ, საქართველოს დააფიქსირა მაღალი ეკონომიკური ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებულად, ასევე მაღალი ზრდა იყო კონკრეტულად გასულ წელს 20-25 წელს და კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლებით დავიწყეთ ჩვენ მიმდინარე წელი 2026 წლის იანვრის მაჩვენებლები, მაგრამ ამავდროულად გარდა იმისა, რომ საქართველოს ფაქტობრივად დააფიქსირა მაღალი მაჩვენებლების, ჩვენ გვაქვს ასევე პროგნოზები, რომელიც ემყარება როგორც ადგილობრივ ანალიტიკურ ორგანიზაციებს, მაგალითად Galten Tagarts, რომლის პროგნოზი ყოველთვის განსაკუთრებულად ცანდოა და ახლოს არის ხოლმე სწორედ ფაქტობრივად დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან, შეიძლება თქვას Galten Tagarts ყოველთვის გაბედული მაჩვენებელი, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე უფრო ზუსტი თუ ყველაზე ზუსტი არა პროგნოზების ნაწილში, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ნახეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები, მაგალითად დიდი 4-ეული შეფასებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ADB-ის და ამ მაჩვენებლების და მიხედვითაც საქართველოს განახლებული მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება 2026 წელს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რადგან ვახსენეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ჩვენ ასევე ვნახეთ ამ შემთხვევაში მაგალითად ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის EBRD-ის, ევროკავშირის ყველაზე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის გაზრდილი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივებთან მიმართებაში, მან EBRD-მ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და კიდევ ერთხელ მოვდივართ კვლავ თემაზე, თუ როგორ ხდება ასახვა ეკონომიკური ზრდის შედეგების ორი ნაწილია, ხომ ამ შემთხვევაში ძირითადი მიმართულება, პირველი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა აისახებოდეს დასაქმების ნაწილზე და ჩვენ ხედავთ დასაქმების მაჩვენებელს წლების განმავლობაში სირდება უმუშევრობის მაჩვენებელი, თუ ჩვენ ავიღებთ 10-12 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით უმუშევრობა განახევრებულია, თუმცა და უფრო მეტიც, მაგრამ მაინც მაღალია ეს მაჩვენებელი, ამ კუთხით ჩვენ ყოველთვის პრაქტიკულად ყველა გადაცემაში თითქმის არ მახსენდება ჩემი ავტორობით გადაცემებია ბიზნეს ინსაიდერი, სადაც ჩვენ არ ვსაუბრობდეთ იმ პარადოქსზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ეს საკითხი შეეხება სწორედ სამუშაო ძალის მიწოდება და მოთხოვნის დისბალანსს. ერთის მხრივ ბიზნესი საუბრობს ამ შემთხვევაში, რომ მას აქვს კვალიფიციური კადრების და ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტი, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ რომ უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ჩვენ ნახსენები შემცირების ტენდენციის მიუხედავად მაინც მაღალ ნაწილად რჩება. ცხადია, ეს პარადოქსი არის ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს, ამ კუთხით ჩვენ ვხედავთ განათლების რეფორმას, რომელიც საქართველოს მთავრობის თვალსაჩინო დაინიცირებული, ვხედავთ კიდევ უფრო მეტ აქცენტს პროფესიული განათლების მიმართულებით და ცხადია, ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ იქნება უფრო მეტი დაახლოება ბიზნეს სექტორსა და განათლების ნაწილს შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ჩვენს არსებულ ტენდენციებს და ვნახოთ ის ბოლო ფაქტობრივი მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, საქსტატის მიერ და რას გვეუბნება შრომის ანაზღაურების ნაწილი საქართველოს. თუ შეიძლება პირველი დიაგრამა, სადაც ჩვენ შევხედავთ საშუალო თუ ნომინალურ ხელფასს კვარტლების და მიხედვით, ანუ კონკრეტულად აქ გვაქვს ჩვენ დეტალიზება, სრული დეტალიზება შეიძლება ასე ითქვას და თუ დავაკვირდებით ვითარებას 2025 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლის მიხედვით 2466 ლარს აღემატება საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი. კიდევ ერთხელ შეგვიძლია უკვე შევადაროთ კვარტლების ჭრილში, თითოეული კვარტლის ჭრილში შევადაროთ ამ შემთხვევაში ვითარება, შეგვიძლია შევადაროთ მაგალითად გასული წლის, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთი წლის წინანდელ, ასე იგი 2024 წლის მაჩვენებელს, 2025 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი და ჩვენ ვნახავთ 2217 ლარიდან 2466 ლარამდე ზრდის ნაწილს, ანუ ტენდენცია ზრდის, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში დაფიქსირებული. ისევე როგორც თითოეული კვარტალი 2025 წლის მესამე კვარტლის ჭრილი შეგვიძლია შევადაროთ ანალოგიურ პერიოდს 2024 წელთან შედარებით. ანუ ის როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე და ეკონომიკური ზრდის გავლენაზე საქართველოს მოსახლეობაზე, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ
ვსაუბრობთ ამ კონკრეტულ მაჩვენებელზე, ამ კონკრეტულ ზრდის შედეგებზე, შემოსავლებში გადათარგმნილ ეკონომიკურ ზრდაზე. ანუ კონკრეტულად ამ შემთხვევაში საუბარია ოღონდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე, არა საერთო ნაწილის შემოსავალზე. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკავე დეტალიზებას ვნახავთ, რომელიც შეეხება ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურების ნაწილს. აი ბიზნეს სექტორში ანაზღაურების ნაწილი ამ შემთხვევაში არის 2608 ლარი, რომელიც არის დაფიქსირებული ამ ნაწილში და ცხადია ბიზნეს სექტორი ამ კუთხით ყოველთვის გამოირჩევა შედარებით უფრო ისეთი მაღალი მაჩვენებლით ხელფასის ჭრილში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დაქირავებით დასაქმებულებს შეეხება და არა შემოსავლის ნაწილს, მაგრამ როდესაც ბიზნესის ნაწილზე ჩვენ ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში შემდგომი დიაგრამაც ჩვენ უნდა შევხედოთ, შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, ჩვენ უნდა შევხედოთ ვითარებას არასარმეწარმეობრივ და საფინანსო სექტორში დასაქმებულ ნაწილის შემთხვევაში, სადაც ჯამურად საშუალო მაჩვენებელი შედარებით 2210 ლარი არის დაფიქსირებული ამ შემთხვევაში. მაგრამ ერთი საინტერესო ტენდენცია აქ ჩვენ არ გვაქვს კიდევ უფრო მეტი დეტალიზება სექტორების და მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე ICT სექტორში, განსაკუთრებით IT მიმართულებით, ჩვენ გვაქვს გამორჩეულად თითქმის სამჯერ და მეტი საშუალო ხელფასი მთელ რიგ კონკრეტულ კონცენტრაციებში, მთელ რიგ კონკრეტულ მიმართულებებში, ზოგადად მაღალი ტექნოლოგიები ინოვაციები არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო მიმართულება, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქვეყანაში და სწორედ მე მინდა რომ დღეს ამ თემებზე ვისაუბროთ ჩვენს სტუმართან ერთად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების აგენტოს ჯიტას თავმჯდომარესთან ბატონ ავთანდილ კაცრაძესთან. ბატონო ავთო, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მობრძანებისათვის და თქვენთან ყოველთვის საინტერესოა საუბარი ჩვენ სხვადასხვა პლატფორმებზე არაერთხელ ვისაუბრია, ყოველთვის დეტალურად მოვიხილავთ ხოლმე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებას ქვეყანაში და ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოს თვის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია, ვინაიდან ჩვენ ბევრი წელია სხვადასხვა როლში, ჩემი მხრიდან მაგალითად თქვენთან თანამშრომლობდი მუდამ. თუმცა ვიდრე ცალკეულ საკითხებს უფრო დეტალურად ჩავშლიდეთ, აუცილებლად მინდა გითხოთ ბოლო ფორუმზე, სადაც თქვენ ბრძანდებოდით, იყო ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტი. თუ შეიძლება რომ ამ სამიტის შესახებ გითხრათ, ჩვენ რამოდენიმე ნიუსი ვნახეთ ამასთან დაკავშირებით, რა იყო ძირითადი ნაწილი და ძირითადი აქცენტები თქვენი მხრიდან? მოგესალმებით, პროექტში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. Რა თქმა უნდა, ვაფასებთ იმ მრავალწლიან თანამშრომლობას პირადად თქვენთან, ბატონო გიორგი, რომელიც წლების განმავლობაში გულმხურვალედ მხარს უჭერთ სტარტაპ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციისთვის, არამედ მთლიანად ნებისმიერი ქართული სტარტაპისთვის და სტარტაპ ეკოსისტემისთვის, ინოვაციური ბიზნესისთვის. რაც შეეხება რუმინესტში ბუქარესტის სამიტს, ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი იყო, სადაც მოწვეული ვიყავი რუმინეთის მთავრობიდან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს უკვე ძალიან ღირებული ინოვაციური ეკოსისტემა და ჩვენ შესაძლებლობა გქონდა პირადად მე რომ გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა საზოგადოებისთვის ევროპის ყველა ქვეყნიდან იყვნენ რა თქმა უნდა წარმომადგენლები, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც მიმდინარეობდა გაზიარება იმ ტექნოლოგიური ცოდნის, რაც თითოეულ ქვეყანაში არსებობდა და იმ მიღწევების და იმ შესაძლებლობების, რომელსაც ეს პარტნიორობა ჩვენ გვაძლევს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციებზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, აქ თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საერთაშორისო თანამშრომლობა და სწორედ ამას გულისხმობდა ჩვენი ვიზიტიც, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი ეკოსისტემები ერთმანეთთან. გარდა ამ ასე ვთქვათ ფორუმზე სიტყვით გამოსშესაძლებლობისა, რომელიც პარლამენტში ჩატარდა ბუქარესტში, ასევე მქონდა შესაძლებლობა, რომ ორმხრივი შეხვედრებით, ასე ვთქვათ, შეხვედრილიყავი ეკონომიკის მინისტრის ორ მოადგილეს, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, მსგავს სიტუაციაში ვართ ორივე ქვეყანა, ბევრ ნაწილში, ერთნაირი გამოწვევები გვაქვს, ერთნაირი პრობლემები გვაქვს და ასევე ამ მიღწევების გზაც ერთად შეგვიძლია კიდევ უფრო ძლიერი გავხადოთ. რუმინეთს და საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ის არის ჩვენი მეზობელი და ჩვენ მაგალითად შავი ზღვის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი დღესაც ერთ-ერთი წამყვანი
მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული ტექნოლოგიური განვითარების, რომელიც რუმინეთიდან საქართველოში არის დაკავშირებული და ეს საქართველოს კიდევ უფრო წარმატებულ და მიმზიდველ ქვეყანას გახდის. ასევე მოგეხსენებათ, რომ მიდის მუშაობა იგივე ევროკავშირის ჩართულობით, მსოფლიო ბანკის ჩართულობით ახალ პროექტზე, რომ კიდევ ახალი წყალქვეშა კაბელი გავიდეს ენერგო კაბელთან ერთად, ასევე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი და მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესში დატა ცენტრების მომრავლებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ჩვენ ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მზად ვიყოთ და მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობელ ქვეყანებთან სტრატეგიული პარტნიორობა ინოვაციებსა და ტექნოლოგიების დარგშიც. კი ბატონო, თქვენ მართლა ძალიან სწორად აღნიშნეთ რუმინეთთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა ბევრი კუთხით და მაგალითად ჩემთვის ნამდვილად საინტერესო იყო რომ იგივე ინოვაციებსა და ტექნოლოგიების მიმართულებით კიდევ უფრო მეტი საერთო გვაქვს. თითქოს აქამდე მაგალითად ჩემთვის იყო უფრო ესეთი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მაგალითად ენერგეტიკულ სექტორს შეეხებოდა. ეხლა კიდევ უფრო ბევრი გქონია, ვიდრე ეს უბრალოდ ენერგო სექტორია, თუნდაც თქვა და თუნდაც ესეთი და სწორად აღნიშნეთ ჩვენი მეზობლობა ამ კუთხით, შავი ზღვის კუთხით. ბატონო ავთო, რომ დაუბრუნდეთ საქართველოს აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ ნაწილზე, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე დამატებით კიდევ 8 ქართულ სტარტაპს მიენიჭა ინოვაციური სტარტაპის სტატუსი. კიდევ ერთხელ რომ ამ შემთხვევაში განუმარტოთ ჩვენს მაყურებლებს, რას გულისხმობს ეს სტატუსი, ეს სიახლე და რა შესაძლებლობებს აძლევთ იგივე სტარტაპებს, როდესაც მათ მიენიჭებათ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი. პირველ რიგში თვითონ სტატუსზე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის თვისობრივად უნიკალური შესაძლებლობა ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომ მათ განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც ისინი მათ ოპერაციები ახალი დაწყებული აქვთ, მიიღეს ინვესტიცია ან საგრანტო დაფინანსება და პროდუქტის განვითარების ეტაპზე არის, პირველი 3 წლის განმავლობაში აბსოლუტურად უნულდებათ საშემოსავლო გადასახადი მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ ინოვაციური სტარტაპის სტატუსს. რა თქმა უნდა, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღება ეს არის რთული პროცესი, ძალიან ბევრი კრიტერიუმებია, რომელიც ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპებმა რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი მოთხოვნა როგორც კვალიფიციური ინვესტიციასთან მიმართებაში, ისევე რაოდენობასთან მიმართებაში, ისევე ინოვაციური ბიზნესის შემოსავლების და ხარჯების აუდირება და როგორ არის ის დაკავშირებული ინოვაციურ საქმიანობასთან და ასე შემდეგ. კომპლექსური გზა არის გასავლელი, მაგრამ 8 ქართულმა სტარტაპმა უკვე მიიღო სტარტაპ სტატუსი, დაახლოებით მაგდენივე უახლოეს მომავალში კიდევ მიიღებს ამ სტარტაპ სტატუსს და მიმდინარეობს პროცესი, რომ სწორად იყოს უზრუნველყოფილი ქართული საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია, რომ ქართულ სტარტაპებს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა აქვს. და რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა იყოს კონკურენტულ უპირატესობაში გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემებთან. არის ურთულესი ეს საქმე, თუმცა ჩვენი სტარტაპ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ერთადერთი გზა მიდის საერთაშორისო ბაზრებზე გამარჯვებაში, რაც მეტი ქართული ინოვაციური სტარტაპს ექნება გლობალური კონკურენტუნარიანი პროდუქტი, მით უფრო მეტი იქნება შესავალში აღნიშნეთ ხელფასების ქვეყანაში, დასაქმების მაჩვენებელი, ინვესტიციების ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად სწორედ ამისკენ არის მიმართული სახელმწიფოს კეთილი ნება და ჟესტი ქართული ინოვაციური სტარტაპებისადმი, რომ პირველი არათუ ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დაფინანსების პროგრამა გვაქვს საქართველოს მთავრობას სტარტაპების, არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვაფინანსებთ, გარდა ამისა პირველი 3 წელი საერთოდ უარს ვამბობთ მათგან ნებისმიერი თანხის გადასახადზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მათ შენატანზე. მთავარია, რომ სწრაფად განავითარონ გლობალური ტექნოლოგიური პროდუქტი და ასაქმონ ადამიანები და სწრაფად გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. მათივე განვითარებისთვის სტიმულირებას ახდენთ, ხო, ფაქტურად, მათ უბიძგებთ, რომ ისინი იყვნენ სწრაფად მზარდები და განვითარებულები და ანუ სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ბატონო, ჩვენ ახსენეთ კიდევ 8. რომ ავიღოთ 2030 წლისთვის პირობითად რა მოლოდინები გვაქვს ამ შემთხვევაში, ანუ პირობითად 8 ბევრია ცოტა, ანუ რა არის ასე ვთქვათ მიზანი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გვაქვს დროში გაწერილი გეგმა თუ და სტრატეგია, როგორ უნდა გავზარდოთ ქვეყანაში და ქართულ მთლიანში და პროდუქტში ინოვაციური კომპანიების როლი, რაოდენობა და როლი. 8
რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ციფრია საწყის ეტაპზე, თუმცა ჩვენ მაგალითად იგივე წლის ბოლოს დაახლოებით ვფიქრობთ, რომ 100 სტარტაპამდე შეიძლება ავიდეს ის რაოდენობა, რომელიც მიიღებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს. აქ ვსაუბრობთ 2026 წელზე ამ შემთხვევაში. 2030 წლის წინ ჩვენ გვაქვს ბევრად ამბიციური გეგმები, ოღონდ ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს, ასე ვთქვათ, ყოვლისმომცველ სტრატეგიასთან, რაც გულისხმობს ასევე რეგიონალური სტარტაპების და საერთაშორისო სტარტაპების ქვეყანაში მოზიდვას. იქიდან გამომდინარე, თვითონ ინოვაციური ბიზნესის თავისებურება არის, რომ გლობალური პროდუქტის შექმნა ჩვენ საქართველოს მთავრობა ვქმნით სწორედ ისეთ გარემოს ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის საერთაშორისო სტარტაპებმა, რომ გადმოიტყვან ოფისი საქართველოში, როგორც მაგალითად საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, IT კომპანიებმა დღეს უკვე გააკეთეს, აქ განახორციელონ კვლევები და განვითარება, აქ შექმნან ინოვაციური პროდუქტები და აქედან გაიტანონ და შესაბამისად ჩვენი ამოცანა არის, რომ 2000-მდე ასე ვთქვათ, გაუტოლდეს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები, აქ იგულისხმება საქართველოს მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპ კომპანიები და ასევე უცხოელების ტალანტის მოზიდვა, უცხოური სტარტაპების მოზიდვა, ქართული კომპანიების შექმნა, საქართველოში ადამიანების დასაქმება და მათი ინოვაციური, ასე ვთქვათ, პროდუქტის გატანა საერთაშორისო ბაზრებზე. კი ბატონო, მართლაც შტამბეჭდავი ციფრია, ძალიან კარგი მოლოდინები, შეიძლება ასე. როცა ჩვენ ვახსენებთ ხოლმე საერთაშორისო კომპანიებს, არაერთი საერთაშორისო ბრენდი ოპერირებს ქართულ ბაზარზე, თუმცა ალბათ გვინდა მეტი ამ კუთხით. აი რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის ქართულს გიხარია დამატებით ახალი ესეთ სოლიდური ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში. რას ვაკეთებთ დამატებით ამისთვის, რომ მოვიზიდოთ მეტი კომპანია ქვეყანაში? მინდა გითხრათ, რომ ზოგადად გარემოს თვალსაზრისით საქართველოს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. ანუ ყველანაირი გადაჭარბების გარეშე გვაქვს ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ჩარჩო რეგულაციები დღეს ქვეყანაში, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ბიზნესზე ინოვაციური სტარტაპი ვახსენე, ასევე ჩვენ გვაქვს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო პაკეტი, ასევე ექსკლუზიურად R&D კომპანიო კვლევასა და განვითარებაზე, ასე ვთქვათ, ორიენტირებული კომპანიებისთვის 5%-იანი საგადასახადო რეჟიმი, ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, IT კომპანიებისთვის 5%-იანი საგადასახადო რეჟიმი, ასევე მთლიანად ნებისმიერი ბიზნესის მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველოს ერთ-ერთი პირველია მთელ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით, რეგულაციების სიმცირით და ასე კორუფციის სიმცირით და ასე შემდეგ, რაც ბიზნესს ჭირდება განვითარებისთვის. ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სწორედ ისეთი ჩარჩო გარემოს შექმნა. იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიური განსაკუთრებით კომპანიები ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ, ამისთვის უკვე ამის იქით არის მნიშვნელოვანი გაძლიერება უკვე ტალანტების ნაწილში. დღეს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები პირველ რიგში ეძებს ტალანტს, იმ ქვეყანაში დახვდება თუ არა მარტო ტალანტი, არამედ რაოდენობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, სისუსტე გამომდინარეობს ჩვენ ზომაში, მოსახლეობის რაოდენობაში და განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სფეროში ჩართული ადამიანების. ჩვენი მთავარი სტრატეგია სწორედ ამას გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ტექნოლოგიების ეკოსისტემაში, ისწავლოს ტექნოლოგიური მიმართულებებით. განათლების რეფორმაც სწორედ აი აქეთკენ არის მიმართული, რომ მარტო ყველას რომ უნდა იურისტობა თუ პოლიტიკოსობა თუ დიპლომატობა, დღეს სხვა მიმართულებები არის, ტექნიკური მიმართულებები, ინჟინერიის მიმართულებები, IT-ის მიმართულებები და ძალიან ხელოვნური ინტელექტი, ბევრი მიმართულებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვეყანაში განვითარდეს, რაოდენობა მივიღოთ, გარდა ამისა, უცხოური ტალანტის მოზიდვა, ასევე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაც ბევრი არ უნდა გადავამოწოდოთ, ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა მაინც მცირე არის, იმისთვის რომ გლობალური კომპანიები, მე ვსაუბრობ tier 1 კომპანიებზე, ხო, როგორც არის Google, Meta, Apple, აი ესეთი კომპანიებისთვის უფრო მეტი ადამიანური რესურსი გვჭირდება ამ მიმართულებით და სწორედ ამას უზრუნველყოფს მაგალითად ერთი კიდევ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქუთაისში კეთდება ტექნოლოგიური ჰაბი, აი ამისკენ არის მიმართული, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი ადამიანები დავაინტერესოთ ტექნოლოგიური მიმართულებით. ზუსტად ქუთაისზე მინდა კითხოთ, სად ვართ, რა ვითარება ამ კუთხით, ვინაიდან ყველა ველოდებით ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის უკვე სრულფასოვან ამოქმედებას.
ნუ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმართულებით ჯერ ტექნიკურად გიპასუხეთ, რადგან კითხვა იყო რა მდგომარეობა არის, აბსოლუტურად შინაარსობრივ ნაწილში ყველაფერი უკვე მზად არის იმისთვის, რომ ხვალვე გავხსნათ ქუთაის ტექნოლოგიური ჰაბი. პრობლემა არის თვითონ შენობის ნაწილი, შენობა არის ძალიან რთული ნაგებობა, სადაც ჩვენ ვცდილობთ აღმოვხვრათ ყველა ის ხარვეზი, რაც ამ შენობის აშენებამდე ქონდა, იმისთვის რომ საქართველოს მოსახლეობისთვის იქ განსაკუთრებით ჩვენ მთელი შენობის დაახლოებით 2/3 არის განკუთვნილი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ მათ შეიმეცნონ ტექნოლოგიურ პროცესს და ჩვენ რა თქმა უნდა მათ საუკეთესო გარემო უნდა შეხვდეთ, შესაბამისი კონდიცირებით, ჰაერით, რაც მუდმივად პრობლემა იყოს აქ. ამ მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაზაფხულის ბოლოს უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ გავხსნათ. აქ იქნება წარმოდგენილი ინტერაქციული და ტექნოლოგიური სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი მუზეუმი, რაც შესაძლებლობებს აძლევს, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუყვარდეს ტექნოლოგიური მიმართულება, შეიმოცნოს, შეეხოს, თვითონ გააკეთოს სხვადასხვა ტიპის მაქინაციები, რითაც ისინი დაინახავენ თუ ტექნოლოგიური პროცესი როგორი მარტივია, როგორ შეიძლება ამ პროცესის ნაწილი იყო, ასევე მსოფლიო დონის კრეატიული მიმართულებებით სკოლა შეიქმნება, რომელიც 11 მიმართულებით საქართველოს სკოლის მოსწავლეებს მისცემს ცოდნა-განათლებას დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან გაგრძელებული მუსიკით და ანიმაციებით და ვიდეოგრაფიკით და ასე შემდეგ და საუკეთესო მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის არის ექსკლუზიურად მათთვის და ბევრი ერთობლიობაში ძალიან საინტერესო პროცესი, ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიები იქ იქნება წარმოდგენილი, როგორც მაგალითად მეტალის 3D პრინტერი, ასევე რობოტექნიკის მიმართულება, გაფართოებული რეალობა, ვირტუალური რეალობა და ყველა ეს შესაძლებლობა იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ არა მარტო რაღაცა ტელევიზორში ვუყუროთ, ან YouTube-ზე ვუყუროთ ტექნოლოგიურ პროცესს, არამედ შევიდეთ და ჩვენ თვითონ შევქმნათ ის იდეები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უხვად აქვთ. ძალიან ველოდებით ამ ნაწილს და ბოლოს შეჯამების სახით აუცილებლად მინდა გკითხოთ ის ნაწილი, სწორედ ჩვენ ქუთაისზე ვსაუბრობთ, რომ ჯიტა თბილისის გარდა უკვე ქუთაისში ამხელა ჰაბით ცხადია, მაგრამ საქართველოს რეგიონებში არის აქტიურად წარმოდგენილი. როგორია თქვენი ამ კუთხით ჩართულობა რეგიონებში, იგივე ახალგაზრდებს ვახსენებთ ხოლმე ჩვენ ამ ნაწილში? კი ბატონო, ჩვენთვის რეგიონული მიმართულება, რეგიონალური გაფართოება და რეგიონების ინტეგრირება ერთიან ინოვაციურ ეკოსისტემაში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ უკვე 10 ლოკაციაზე გვაქვს უშუალოდ ჩვენი ტექნოლოგიური პარკი განთავსებული, თუმცა გარდა ამისა ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. ეხლა მინდის პროცესი მაგალითად, როდესაც ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტო 65 მუნიციპალიტეტში ჩადის და შეხვედრები აქვს თითოეულ მუნიციპალიტეტში საქართველოს მოსახლეობასთან, სკოლებში, სხვადასხვა დაწესებულებაში, რომ ჩვენ მათ მივაწვდინოთ ინფორმაცია, რომ რამხელა შესაძლებლობა აქვს დღეს ადამიანს კრეატიულ მოაზროვნეს, ინოვატორს, რომ მათი იდეები არ დარჩეს იდეებად და გადახორციელონ კონკრეტული პროექტები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგრანტო დაფინანსება ექსკლუზიურად რეგიონის მოსახლეობისთვის, სადაც ქალაქ თბილისი უბრალოდ ვერ მონაწილეობს, აკრძალულია. ეხლა მაგალითად შემდეგ კვირას იქნება სტარტაპების შერჩევა და დაჯილდოვება იმერეთში, გურიაში და აჭარაში, სამთვეში იქნება სხვა ასე ვთქვათ კუთხეში და ყველა კუთხეში ჩვენ ჩავდივართ, ვატარებთ როგორც სხვადასხვა შემეცნებით პროგრამებს, ასევე დაფინანსების მექანიზმები ჩაგვაქვს, ფულიც ჩაგვაქვს რეგიონებში, რომ მათი იდეები განხორციელდეს და მათ შეძლონ უკვე მე ტექნოლოგიურ კომპანიებად გარდაქმნა. ბატონო, ძალიან მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან მადლობა მინდა გადაგიხადოთ აი ესეთი აქტიური და ემოციური ჩართულობისთვის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რამხელა ენერგიას დებთ თქვენ აი ამ თქვენს საქმიანობაში, ძალიან მაღალკვალიფიციური საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის. ხადია ქუთაის ველოდებით აუცილებლად ისევე როგორც თქვენს შემდგომი სიახლეების გაშუქებას ტრადიციულად აქაც და ჩვენ სხვა პლატფორმებზე ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი. წარმატებები თქვენ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ტრადიციულად ეკონომიკასა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.g. მე კი შემდგომ გადაცემამდე გემშვიდობებით.